Всё, კაკი შეიფუთა და მზად არის რომ მოგცეთ ფიქები UFC 322-ზე. წინა ფიქები, სადაც ერთადერთი ჭხუბი გაუქმდა და იდეაში ეგ ვერ დავსვი, იმიტომ რომ გაუქმდა. ძალიან წარმატებული იყო. ყველაფერი დაждდა, რაც თქვი. თუ არ გჯერათ, გადადით და ნახეთ წინა ვიდეო. ხო და ეხლა მე უნდა გავიმეორო ეგ ყველაფერი. ანუ იმ დღეს რაც გავაკეთე, ყველაფერი ზუსტად ისე უნდა გავაკეთო და ისევ დავსვავ ბილეთს, ხო ძალიან ლოგიკურია. ასე რომ ეხლა უნდა გავიხსენო იმ დღეს რა გავაკეთე და ზუსტად იგივე გავიმეორო. წავედით. ჩვენ დღევანდელი ვიდეოს სპონსორია ამერიკული ვისკი Fireball. ახლა რა ვიცე მოვიდა, იმენა გიხურებს და ყოჩა ხო. დღეს ვისეირნებთ ულამაზეს ცხეთის ქუჩაზე, როგორც წინაზე. ბორშევი და კამილო ხსნის early preliminary. სუ პირველი ჭხუბი არის და აი ბორშევის ზოგჯერ MMA-ში გიწევს როგორ არჩევა, იცი რომ განა ვიღაც კარგი არის. არა, ვიღაც არის ძალიან ცუდი. და ბორშევი არის აი უბრალოდ ტიპი არის აი დამარცხებული. მე მგონია რომ კამილო მოახერხებს მან გამარჯვებას 1.45-ია კოეფიციენტი. შვენივრად მოაკვარახჯინებს ჩემი აზრით საქმეს. მაგრამ პირველი ჭხუბია და მე რომ მთელი ბილეთი არ გატეხოს ხოლმე, ვერიდები ხოლმე ამ პირველ ჭხუბებს რა. პროსტა მაგ ლოგიკით. მაგრამ ჯერა და თან კოეფიციენტიც ნორმალური აქვს, რომ არ ბორშევი არაფერს მომგები არ არის და ეს კამილო კიდე ნორმალური ბიჭია და შეუსრულებს early preliminary და დიდი პრესი არ იქნება და მოუგებს ერთ. ხო, კიდე რაც იგივე პრინციპით, რასაც ვირჩევ ხოლმე, ტრეისი კორტესი. არ არის ეგ ხალი მან სპორტული მიზნებისთვის. ტრეისი კორტესი არ არის მან სპორტული მიზნებისთვის. პოპულარული ხდება, წააგებს 28-29-ს. მე რა ხო, გათიშვით არ გაითიშება, ქულები წააგებს და Madison Square Garden-ში ექნება ნაჭხუბარი ბატონო. ამდენი ადამიანი ნახავს ჩემო ბატონო. მე იქ რაღაცა ბრენდ დილები ექნება. შოულობს რა, შოუ ბიზნესია ეს მისთვის. იმდენს ვარჯიშობს და იმდენს წვალობს, რამდენიც ყოფნის იმაში, რომ არ გაფარჩაკდეს რა. ეხლა ვიღაცა ბანდს მოუგებს. და დანარჩენი ეხლა მაგრებთან კიდე სამაგიეროდ უფრო ლამაზია. და ორტეგა შეყვარებული იყო და მე ესა პაულო კოსტასთან უღალატა თუ რაღაც დრამებში. ასე რომ არ არის ტრეისი კორტესი მან და მოგებისთვის მისული ჩემი აზრით და ბლენჩფილდი გაიმარჯვებს საკმაოდ დარწმუნებული. თუმცა დიდი კოეფიციენტი არ აქვს და მაგასაც ნუ გადაყვებით ძალიან. თვალხშისაცემი ჭხუბი კიდევ ერთი გაპიარებული სპორტსმენის გვაქვს. ეს არის ბონიკალის და რუდოლფო ვიერას დაპირისპირება. ყველამ კარგად ვიცით, რომ ბონიკალმა წესივრად ვერ დაამთავრა, იმიტომ რომ მაგრად გაილახა დერიდერთან, მაგრამ იმავე დერიდერთანაც აჩვენა, რომ ძალიან მაგარი მოჭიდავეა და მას შეუძლია, რომ იდომინიროს პარტერში. პრობლემა ის არის, რომ რუდოლფო ვიერა არის UFC-ში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჯიუ-ჯიტსუს წარმომადგენელი. მსოფლიოს ჩემპიონი ჯიუ-ჯიტსუში და ერთ-ერთი ტოპ-ტიერ ჯიუ-ჯიტსერი არის. რაც გვეუბნება, როგორც პოლ კრეიგს მოერიდა ჩვენი ძმა პარტერში, ისევე მოერიდება რუდოლფო ვიერას. და წავა ორი მოჭიდავის სტრაიკინგი, რომელიც იცით რომ არის ძალიან მოსაწყენი, ძალიან ფრთხილი. იქიდან გამომდინარე, რომ არ მგონია იცი ამათმა რო იჩეხავ. გულახდილად არ მგონია. არ გარისკავენ რა. ბონიკალისთვის კიდე ერთი წაგება რუდოლფო ვიერასთან. აი ნუ დაბრედვაა რა. ასე რომ ძალიან ფრთხილი იქნება და 2.5 მეტრ რაუნდს ავიღებ. საჯებამდე მივა ეს ორთაბრძოლა. ვეილის და შევჩენკოს ჭხუბზე
მინდა რომ ვისაუბრო. UFC-ს ძალიან უნდა რომ ვეილისგან გააკეთოს სუპერსტარი. აი, ძალიან უნდა. ყველაფერს იზამს. ესეთი ჩხუბები როგორ თავდება ხოლმე? შევჩენკოს ბოლო ჩხუბი როგორ იყო? 48-47, 48-47, 47-48, and 48-47, 47-40. სუ ერთი კულად ყვეთს აქეთ იქით. UFC-ს უნდა ამ დიდ ჩინურ ბაზარზე გასვლა, მილიარდობით ხალხი, კუმირად ქალი ჩინელი, რომელიც მოერია ყველა სხვა ქალს და ჰაი და ჰუი. გამიგეთ? ეგ ჩხუბი დახოცავენ ერთმანეთს. ვეილიზე დომინირება ძალიან რთული ამბავია. ვეილი გაიზარდა იმ როუზ ნამაჯუნასის შემდეგ. მაგარ ფორმაში არის. და ანდერდოგია. კი, შევჩენკო იდეალურ ფაქტიურად სრულყოფილი ქალი მებრძოლია, ხო, ყველაფერს ერთდროულად კი არა და ერთნაირად მაღალ დონეზე აკეთებს ყველაფერს, ხელს, ფეხს, ჭიდაობას, პარტერს. მაგრამ აი მგონია რომ მისი დრო მიდის და ვეილისი მოდის და ესენი რომ ერთმანეთს დახოცავენ. საჯები წავლენ ვეილისკენ და გულახდილად ასე მგონია რა. ახლო decision-ით ვეილის არ წააგებინოს ეგ ჩხუბს. აი ეგეთი განცდა მაქვს და ასე რომ ვეილის მოგებას ვიღებ მე. შეგახსენებთ რომ შემდეგი ივენთი ტარდება დოჰაში, ყატარში და კაზუნიონმა შექმნა ძალიან კარგი პაკეტი, სადაც შედის UFC-ს ბილეთები, ჩარტერი, სასტუმრო, ტრანსფერი, ყველაფერი. რაც კი შეიძლება დაგჭირდეთ იმისთვის, რომ უხომაგოთ ალექსანდრე თოფურიას. ასე რომ გახსოვდეთ, რომ 19-ში მიფრინავს ეს თვითმფრინავი და თქვენ შეგიძლიათ მიაკითხოთ ნებისმიერ ტურისტულ სააგენტოს, უთხრათ, რომ UFC-ზე გინდათ დოჰაში, ყატარში წასვლა და სასწრაფოდ შეიძინოთ ეს ბილეთები, ვისაც გაქვთ ამის დროც და სურვილიც და შესაძლებლობაც. არ დაგავიწყდეთ საქართველოს დროშა, იმიტომ რომ ალექსანდრემ უნდა დაინახოს ბევრი ქართული დროშა ყატარში. და ბოლოს. კალბატონებო და ბატონებო. ორთაბრძოლა, რომელსაც ველოდები ძალიან დიდი ხანია რა. ჯეკ დელა და ისლამ მახაჩევი. ხო. რამდენიმე ფაქტორია რა. ისლამი ზედმეტად ათოსანია, ბიჭო, ყველაფერს სწორად აკეთებს. როგორც მენტალურად, ასევე ფიზიკურად, სტრატეგიულად, რაც თავარია. მათი გეგმა არის მათთვის შეუბღალავი გეგმა. კონტროლი, იყავი შენ კომფორტულად, ის იყოს დისკომფორტში, მიაწექი, დაღალე ნელ-ნელა და სადღაც გატყდება და მე ამ ფინიში იქნება ან კონტროლის საფუძველზე decision-ით წამოიღებ. ეს არის მათი გეგმა. და ამ ყველაფერს იდეალურად ასრულებს. მან გაიარა 3 კემპი. ერთი კისლავოცკში, სადაც კუნთური მასა მოიმატა. ერთი დუბაიში, სადაც ალბათ სპარინგობდა ყველაზე ბევრს. და ბოლოს ნიუ-ჯერსიში, სადაც აი კარდიოზე, გამძლეობაზე და ასე შემდეგ ივარჯიშებდა. აი ყველაფერს იდეალურად აკეთებს. რა თქმა უნდა, მისი მენტალური მდგომარეობაც ძალიან ესეთი არის რა. როგორიც უნდა იყოს ისეთი. შესაბამისად მე მესმის რატომ არის ერთი წამი გაიაროს ჯიგავდა. მე მესმის რატომ არის ისლამ მახაჩევი ფავორიტი. ისლამ მახაჩევი სავარაუდოდ გაიმარჯვებს ამ ორთაბრძოლაში. მაგრამ მის წინ დგას ძალიან დიდი ჩელენჯი. სულ იცით რაზე ვფიქრობ ხოლმე, აი
დასტინ პორიესთან როგორი ჩეხავა, ხო? კი მოახერხა საბოლოოდ რაღაც სასწაული ჭიდაობის ტექნიკით, აი decision-ის submission-ის გამოცხობა, აი რასაც ქვია გამოაცხო რა, არსაიდან ეს რაღაც ფეხით გაუკეთა takedown-ი და ძალიან მაგარი choke-ით დაასაბმიშენა, ხო? მაგრამ ბიჭო, JDM-ი პორიეზე ახალგაზრდა, პორიეზე დიდია, პორიეზე ბევრად კარგი ანტიგრეპლინგი აქვს და პორიეზე უკეთესი კრივი აქვს. აი ეგ ჩხუბი რომ ახსენდება, აი მანდ უკვე მომდის თავში ის შანსები, რომ JDM-მა შეიძლება წამოიღოს ეს ჩხუბი. და აი პროგნოზისთვისაც მიჭირს, იმიტომ რომ თუ გვიან რაუნდებამდე მივიდა, ეგ JDM-ის სივრცე არის რა. მესამე რაუნდამდე თუ მივიდა, ესე იგი JDM-ს და მესამემდე კი არა, მეოთხე რაუნდამდე თუ მივიდა, ესე იგი JDM-ს აქვს რაღაც პასუხები. ესე იგი ჯაკომო პასუხობს მის გრეპლინგს. და ჩეხაობაში და დგომში ვერ აჯობებს ისლამი, ბანალურად უკეთესი არის ჯეკ დელარა. მაგარი ტანშიც შეუძლია შევიდეს. სხვადასხვა ილია მისცა ძალიან კარგი რჩევა. ტანში გაუტარე პირდაპირიო, ხელით შედი ტანში. იქ რაღაც მუხლის საფრთხე არის და ასე შემდეგ, მაგრამ მე რა ეგ უნდა ეგ არის ხა უნდა იცილო და ისე უნდა დაარტყარო არ მოგხდეს. მოახერხებს მაგ ყველაფერს ჯეკ დელა? არ ვიცი. არა მგონი. მაგრამ რეალურად არის ამის შანსი. არ ვიცი, არ მინდა თუ არ ველი იმას, რომ ისლამი უბრალოდ takedown-ს გაუკეთებს და პირველ რაუნდში ან მეორე რაუნდში გაგუდავს. ეგ თუ მოხდება ალბათ უფრო პირველ რაუნდში, სანამ შრალები არიან. მაგრამ ეს ყველაფერი თუ არ მოხდა, მე უკვე ვიხრები JDM-ისკენ. და ამ ურთაბრძოლაზე ჩემი ფიქი იქნება JDM-ი გადაწყვეტილებით, მაგის დედაც ჯეკ. მაგის დედაც ჯეკ. მე მგონია რომ შეაჩერებს და იჩეხავებს და შეიძლება სპლიტით წამოიღოს რა. ერთი სიტყვით ძალიან დიდი ომი ელის ჯეკს. აი ძალიან დიდი ომი. მოახერხებს გამარჯვებას. ნახოთ. აი ეს იყო ჩემი ფიქრები და წარმოდგენები UFC 322-ზე. გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.